ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს-შვეიცარიის ბიზნეს ფორუმში, რომელშიც შვეიცარიის 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელია ჩართული. მათ შორის არის კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ საქართველოში და ასევე ორგანიზაციები, რომლებიც ქართულ ბაზარზე შემოსვლას გეგმავენ. ძირითადი აქცენტი კეთდება მოსახლეობის ყველა ფენის ჩართულობაზე ეკონომიკის განვითარების პროცესში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ასევე ახალ ტექნოლოგიებზე. ჩვენ წარმოვადგინეთ ის, ასე ვთქვათ, საშუალებები, რაც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ, თუნდაც თანაინვესტირების ფონდის სახით, სუვერენული ფონდის სახით და ძალიან დიდი ინტერესია. ჩვენთვის დღევანდელი დღე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. შევკრიბეთ შვეიცარიული კომპანიის დაახლოებით 60 წარმომადგენელი და პოტენციური ქართველი პარტნიორები. საქართველოს ბაზარზე საკმაოდ ბევრი შვეიცარიული კომპანია მუშაობს, რომელიც დაახლოებით 20-30 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებენ. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების ახალი სტრატეგიის საფუძველზე საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტორი დაინტერესდება.